მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო და ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული. აქ რაღაც ეთყობა ეს ოჯახი ან ბედი ან რაღაცი ქონდათ ამ ადამიანმა ყველაფერი დაანგრია, ხო? ესეთი მდგომარეობა გვაქვს დღეს. ყოველ შემთხვევაში დიდ ფენაში და დიდ ვინმე არ მიფიქსირდება. ეს არის რაღაცა ესეთი ტიპაჟი, ცოტა ცინიკური ტიპაჟის პიროვნება და გულის ტკენა და ესე რომ ვთქვათ დაშლილი ურთიერთობა ან ოჯახი. რაღაც ესეთი წინა სიტყვა გვაქვს შესავალი. მოდი ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ამ შემთხვევაში რას გაცნობს. დავიღალე, არაფრის ხასიათი არ ვარ. იცით რა, დაღლილი ვარ, ეს რაღაც როგორც აღწერე თან ესეთი ცინიკური და ცივი ტიპაჟის მამაკაცი. სხვანაირი, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, გრძნობა თქვენს მიმართ ნამდვილად აქვს. კარგი, რას გრძნობს მაშინ? საკუთარ თავში, გულში ჩაკეტილი ემოციები თქვენს მიმართ, ჩემო კარგებო. აქ აშკარად არის, რომ რაღაც ესე რომ ვთქვათ, სექსუალური ტოლვაც კი აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. მაგრამ რატომღაც შესაძლებელია ამ წუთში უნდოდეს რაღაც ოჯახურ სიტუაციაში ან ძალიან ესე რომ ვთქვათ, რაღაც სახლთან დაკავშირებული შეიძლება სახლშია, შეიძლება ნათესავებშია თითქოს ესეთ პოზიციაზე უფრო მიფიქსირდება აქ. დანაკარგების ეშინია და ესე რომ ვთქვათ, დასტაბილურება ურთიერთობის ნამდვილად სურს თქვენთან. მაგრამ წარსულში სხვათა შორის ეთყობა ძალიან შემდგარი როგორი რაღაცი იცით, ქალბატონად გხედავდათ შემდგარი მკაცრი ქალბატონი ესე რომ ვთქვათ. და მე მაინც მგონია რომ ამ ადამიანმა ესე პასუხისმგებლობას გაცრუათ არ აიღო, მოდი ასე ვთქვათ, ან ოჯახის თქვენთან მიმართებაში ეს პასუხისმგებლობები ამ ადამიანმა არ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან ესე ვთქვათ, ჩატე ქალბატონად არ მიფიქსირდებით აქ. პირიქით შემდგარი და ესე საკმაოდ მკაცრი ხასიათით, ხო? შეიძლება ცივი გონებითაც კი მსჯელობთ, მაგრამ ახლა ეს ისეთი პიროვნება არის, რომ მოდი ასე ვთქვათ, ხურისთვის მწიფე მსხალიო, ზუსტად ესეთი ვარიანტი მიფიქსირდება. მე აქ ახლა როგორადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს უკაცრავად, მაგრამ რას გრძნობს თქვენს მიმართ. ой, ეჭვიანო, ფარული ეჭვი აქვს ამას რაღაც თქვენთან. ფარული ეჭვი. რა გავაკეთო, რა ვქნა? როგორ გავძლიერდე? როგორ დავაგროვო ფული? თქვენთან საუბარი ექნება ყოველ შემთხვევაში. კარგი, რაღაც როგორ არის, იცით? ეჭვიანობა, რას ეჭვიანობ? კარგი, ეს გითხარი, რას ეჭვიანობ?
რაიმე ჯადო ხარ გავუკეთეთ, რას ლაპარაკობთ. აქ კიდევ ხართ მაგნაირები კაცვად რა მყავდა ესეთი ვარიანტი, რომ რაც ეჭვი რომ აქვს მამაკაც, ხო, რაღაცა გავუკეთეთ თუ რაღაცა იმას განით. ყოველ შემთხვევაში რო გითხრათ, რომ ეხლა ძალიან იმასაც ვფიქრობთ, რომ შანსები არა მაქვს, ესეთი ვარიანტიც არის და რაღაც ესე თავშეკავებულ პოზიციაზე არის და რატომ ხართ მაინც ესე თავშეკავ, რა მოხდა თქვენ შორის? მოწმენდილიცაზე, ასე ვთქვათ, უცებ რომ გავარდება ეს მეხი შეიძლება, უცებ დაინგრა ურთიერთობა ეს და რაღაც როგორ არის იცით, უცებ გადაწყდა და რა მქონია გავლენა ეს მითხარი კაცო დავიტანჯე. ოჯახი, ხასიათი. არა, ჩემო კარგებო, ეს არის ხასიათი. მოდი ასეთ რაღაცას გეტყვით ახლა მე თქვენ, რადგან ხასიათამდე მივედით ამ ეტაპზე. ხასიათი ეს ისეთი საკითხია, ფენომენია, რომელსაც ვერ შეცვლი. თუ არის ახლა ადამიანი ფსიქოლოგიურად ძალიან აჟიტირებული, ძალიან ნახეთ ცუდ მდგომარეობაში, მაგიური ზეგავლენის ქვეშ, მაშინ სხვა სხვანაირად მოქმედებს, მაგრამ როდესაც ამისგან თავისუფლდება, მერე უკვე ეს ყველაფერი ავიწყდება, რომ იცოდეთ. თუმცა მე აქ მაგია კი არ მეფიქსირდება, პირდაპირ ხასიათი მეფიქსირდება. ესეთი არის ეს. ამ შემთხვევაში ახლა რა უნდა გააკეთოთ ხალხო, მე ცოტა როგორ ვარ იცით, არ მინდა ვინმე თქვენთაგან სუდად მოგმართოთ, გაწყენინოთ, მაგრამ ადამიანი თუ ხასიათით არის ახლა მოდი ესე ვთქვათ, მყვირალა, მაჩხუბარა, რა ვიცი, იმას რა შეცვლის, რანაირად შეცვლის, რანაირად უნდა შეცვალო ახლა, რა ლოცვები უნდა წავუკითხო ახლა მე იმ ადამიანს, რომ მისი ხასიათი შევცვალო. ეს თუ არის განპირობებული, ნახეთ, ხასიათის ცვლილება, დავუშვათ ძალიან ბევრი გაჭივრებიდან და რაღაცა, ხანდახან არის, რომ სულიერად ეცემა ადამიანი და ეგ კიდე სხვა თემა არის, მაგრამ თუ ადამიანი იმას გრძნობს, მოდი ასე ვთქვათ, იმ წუთშიც და მერე რაღაცა მის ცხოვრებაში დალაგდება, შეიძლება ის ხასიათიც ქრება, სხვანაირი გახდება მომენტალურად, ხო? წესით უფრო დამშვიდებული და უფრო სხვა ტიპაჟი უნდა იყოს, მაგრამ ზოგთან პირიქით ხდება, რაც მე ჩაულობს, მეტ გიждდება, ხო? ეს უკვე აღზრდის თემა. ეს ხასიათი კი არა, ეს არის აღზრდა. ესეთი რაღაცები არ უნდა აგვერიოს და შეგვეშალოს, მოდი ასე ვთქვათ, არც თქვენ და არც მე. თუ ადამიანს ახლა ეს ბრადიაგობა მოდიდა ესეთ ოჯახში გაიზარდა, რომ ბავშვობიდან ასმევდნენ და ხომ არიანე, ბავშვობიდან დააჯენენ სუფრაზე პატარა ბავშვს და მიდი დალია მამა, დალია, რა ვაშკაცი მეზრდება, ეს გონიათ კარგი. ეს არც მასეთი კარგი არის, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მისი ბავშვის მენტალიტეტი და ხასიათი ყალიბდება ზუსტად მაქედან. ან ასე თუ არ მოიქცევა დაუშვათ ამ ხსრდელი, შეიძლება მის ოჯახში სულ არის ეს, რა ვიცი, ჭიქების რა ხარუხი, ჰაი, ჰუი, კეიფის ეს ადამიანი უკვე ასეთი აღზრდა ყალიბდება და
მაშინ ეს ადამიანი უნდა მოხდეს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს არ იქნება დაუშვათ მისაღები და საზოგადოება უნდა დააყენოს მაშინ ადამიანი ისეთ ნახეთ ტალღაზე, რომ ეს ხასიათი მასში არ ჩამოყალიბდეს. ახლა მოდი ასე ვთქვათ, არიან კაცო ახლა ქალბატონები სუბუქი ყოფაქცევის, ხო, რა ვიცი, მართლა ისეთებს გულისხმობ მეძავებს და შვილები პირიქით ეპაზორებად, თაკილობენ და ძალიან მართლა პატიოსანი და თხოვდებიან და რა ვიცი, თითით მისათითებელი ხდებიან, მაგრამ ეს იცით რა ხდება? ეს ბავშვი რაღაცნაირად მოხდა აი იმ საზოგადოებაში ან მისი ნახეთ ცნობიერ სხვანაირად განვითარდა უკვე და მან გაიაზრა რომ ეს დაუშვათ არ მოეწონა დედის საქციელი, იმიტომ რომ შეიძლება სკოლაში იყო ბავშვები მის მიმართ ხო რაღაცნაირები ან რაღაცა და ეს უკვე აღარ ჩამოყალიბდა მასში, პირიქით კომპლექსად იქცა და ცდილობს რომ და სხვა გზაზე დგება. მაგრამ თუ ადამიანს ამის საშუალება არ მიეცემა, ნახეთ ამ შემთხვევაში შვილიც ისეთი აღზრდა და მე ახლა თქვენ რომ იმას ცოლად მოიყვანთ ან წაყვებით ან რაღაცა იმ ხასიათს თქვენ როგორ შეცვლით, ვეღარ შეცვლით ვერანაირად. უკაცრავად. გაიგეთ რა ხდება? მან ეხლა რა გამოლოცვა უნდა გააკეთო, ეს არის უკვე სკოლა. აღზრდა. ბევრს გონია რომ მანდა მაინც სკოლაში არა სკოლაში მთლად არ არის ყველანაირი აღზრდა, ოჯახი აღზრდა, სკოლა აღზრდა და საზოგადოება აღზრდა არის კიდე. ზოგი ქუჩაში იღებულობს დაუშვათ აღზრდას, ზოგი უბრალოდ სამეგობრო წრე ხო სკოლის და ოჯახის გარეთ კიდე ურთიერთობა სადაც აქვს ადამიანს. აი ამ საკითხს უკვე ხასიათი ჩამოყალიბდა, ვერაფერს ვერ იზამ, მაგრამ როდესაც ეს არ არის ადამიანში და ეს სულიერი დაცემა ხდება, ეს არის მომენტალური. ამის გამოსწორება კიდევ შეიძლება. სულიერი დაცემა როცა არის, ხო? შეიძლება ადამიანს ისეთ ძალიან გაუჭირდეს, არ უნდადეს, მაგრამ სიტყვას რაღაცა მოიპაროს. ეს არ არის ის რომ სინამდვილეში ქურდია ეს ადამიანი. ეს არ არის. მას აქვს უბრალოდ სულიერი დაცემა ამ შემთხვევაში. მაგრამ ამ ყველაფერს იაზრებს და მით უმეტეს ხანდახან ხდება ისე რომ შეიძლება ისე გაილანძღოს ადამიანი ან ძალიანაც არა, მაგრამ რაღაცა მოხდა ისე რომ ძალიან შეფხიზლდა და ამან იმ ხელა გავლენა მოახდინოს, ნუ მე ქურდობა კი არა, აი მე ერთ-ერთი სხვათა შორის მომღერალი გამახსენდა, რომელიც დაიჭირეს და რაღაცა ფარიკობა და რაღაცები, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, დააბრალეს. დააბრალეს თუ ახლა მართლა იყო ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ნახეთ როგორ არის ადამიანს მე რომ მის სახეს შემდეგ შევხედე, ეს ტკივილი დღესაც ეტყობა სახეზე. ყველა მის სიმღერაში ვგრძნობ აბსოლუტურად. მე ახლა რა თქმა უნდა არ დავასახელებ და ნუ თქვენ დაიწყებთ, ისე არის აქ საუბარი მარჩიელობას, ასე ვთქვათ, ხო? მე უბრალოდ გადმოგცემთ რა საკითხს იცით. არ ვიცი ეს ადამიანი ახლა რატომ გახდა ამ ყველაფრის, მაგრამ მსხვერპლი არის, გინ დაიჯერეთ, გინ არა. ეს მასში არ იყო. მან იმხელა ყოველ შემთხვევაში ტკივილი მიიღო, დღეს რა თქმა უნდა მაგ საქმიანობას არ ეწევა და ყველა მის აი გამოხედვაშიც სახეზეა წერია. იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ის ერთი მომენტი, რატო რაღაცის გამო გადადგა ეს ნაბიჯი, რა ვიცი. შეიძლება სულიერი დაცემაც კი. იგივე ხდება ყველგან. ყოფილა ისეთი ვარიანტია, აი ადამიანს რაღაც გაუჭირდა. ნახეთ? და შესაბამისად ამ დროს ხდება ისეთი ვარიანტი, რომ შეიძლება იფიქროს ადამიანმა, ნუ აი დამეხმაროს ან რაღაცა იქნებ, შეიძლება შია და უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ვიღაცასთან შეხვედრაზე დათანხმდან რაღაც გამიგე ესეთი ახლა მე რეალურ ამბებს გიყვებით თქვენ ხო არ ვიგონებ რაღაცებს.
და მომხდარა ისეთი ვარიანტი, რომ დავუშვათ იმ საჭმელის გამოც დავუშვათ ვიღაცა შეხვდა იმ რაღაცის გამო, მაგრამ მას რო ეს პრობლემა არ ქონდა, შეიძლება ეს არ გადაედგა. ეხლა არ დამიწყოთ ის, რომ გაჭირება ვის არ უნახე, გასაგებია, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად ღებულობს ამ საქმეს, პრობლემას, გაჭირებას. ეს არის მის ცხოვრებაში სულიერი დაცემა. ვიღაცა თუნდაც სიგარეტის მოწევას იწყებს. თქვენ რა გონიათ, ეს სიგარეტი ძლიერი ქალის და ან მამაკაცის იმიჯია? არა, ჩემო კარგებო, როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ ამტკიცებს საკუთარ თავს. როგორც მას უნდა, რა თქმა უნდა, საზოგადოება შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს, მაგრამ შინაგანი ეს აქვს მაინც იმას ვერ მიაღწია, ის ვერ გააკეთა. ეს არის ზუსტად მტკიცებულება. არ ვიკამოთოთ მაგაზე, მაგრამ რა გავაკეთო, ესე არის, ჩემო გონილი არ არის ეს. ეს არის ესეთი ფორმა ტუჩებთან უკვე როდესაც მიგაქვს, რომ ამტკიცებ საკუთარ თავს რაღაცა, ძლიერი ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სისუსტის ერთ-ერთი გამოვლინება, ფორმა. ზოგ დალევას იწყებს მამაკაცები თუნდაც. ესეც არის სულიერი დაცემა. ესეთი საკითხები, კი ბატონო, გამოსწორებადია, მაგრამ ამ გრძელობითი პრობლემა სადაც გვხვდება, მე მაგას ვერანაირ შელოცვებით თქვენ ვერ გამოგისწორებთ. ესეთ საკითხებს შელოცვები ახლა იმ კუთხით უნდა რომ მაშინ ადამიანი რაღაც წარმატებას მიაღწიოს, ან თუ მიაღწევს ადვილი შესაძლოა ხა დასალევი და სიგარეტი, მასი ადვილი გადასაგდები არ არის, მაგრამ დავუშვათ ის მცირე ქურდობა, ის დავუშვათ ვიღაცას რომ მაგის გამო, საჭმელის გამო შეხვდა, ესეთ რაღაცები უკვე აღარ მოხდეს ამ ადამიანის ცხოვრებაში და სხვა პოზიციაზე გადაინაცვლოს, ხო? ან დავუშვათ იმის გამო რომ შეიძლება ძალიან კარგი პროფესია აქვს, მაგრამ წავიდა და დავუშვათ მიმტანად იმუშავა, დავუშვათ ქუჩის სანდასუფთავებაში იმუშავა, ეს სირწყვილი კი არ არის. მე ვამბობ შედარებით. მე უკვე რომ ადამიანი ნახეთ თავის დავუშვათ მისთვის რაც არის განკუთვნილი იმ პოზიციას მიიღწევს, ამას აღარ გააკეთებს. აღარ წავა და აღარ დაასუფთავებს. ახლა თუ განათლებაზე აქვს ადამიანს და შესაძლებლობა და ვისაც არ აქვს ახლა შესაძლებლობა, კაცო, ყველა სამსახური დასაფასებელი არის. ეს მაშინ სულიერი დაცემა არ არის. ეს არის მისი შესაძლებლობა. ამიტომ ესეთი რაღაცეების განსხვავება უნდა შეძლოთ, იცით რა არის? ზუსტად იმიტომ წერ მე ახლა და რადგანაც შესაძლებლობა მომეცა ესე წამოვიდა აქ გაშლაში თემა, აგიხსნათ, იმიტომ რომ ეს პრობლემაც დავინახე მე საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ხო? შესაძლებლობა, სულიერი დაცემა, აღზრდა, განვითარება, ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ვინც ვერ გაიგეთ, რა ვისაუბრე, ნუ დააკომენტარებთ, მით უმეტეს უხეშად, ადექით და კიდევ მოისმინეთ. მე აქ არც ერთს აბსოლუტურად თქვენ არც დაკნინების კუთხით გესაუბრებით, არც ერთ პროფესიას იმაშვები, ლანძღავ და არც მე არ ვთაკილობ მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამი მაქვს წარმატებული ადამიანი ვარ, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიშრომე იმის პირობაზე და ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე იმის პირობაზე, ნახეთ, არც ერთი სამუშაო მე არ მითაკილება და არ არის, რა ვიცი, ახლა ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ის მომენტი, რომ აი მე რამის ვერ ვიზა, იმაში ვერ ვიმუშავებ, არა, ეს ჩემში არ არის, რომ მიცოდეთ. ამიტომ, აი აქ მე ვინც დამიფიქსირდა ზუსტად ეს არის ჩემო კარგებო ხასიათი. თუ დავუკვირდით ახლა, თუ თქვენი ადამიანი არის ესეთი აღზრდილი და ესეთი ხასიათის, მაგას რაიცი რა ეშველება, მაშინ თქვენ აღზარდოთ თავიდან, თუ მაგის ნერვები გაქვთ
კი ბატონო, შეგვიძლია გონების გახსნის შელოცვებიც წაუკითხოთ და რაღაცა ცოტა ჭკუაზე მოვიდეს. მაგრამ თან დაგჭირდებათ ესე რომ ვთქვათ მუშაობა. ეს არც ჯადუ არის და ეს არც სულიერი დაცემა არის. რომელიც შეიძლება გამოსწორებადი იყოს, ხო? დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგებათ და გემშვიდობებით სწრაფით.